მე ვარ თავისუფალი სული, მარადიული სული, ხელშეუხებელი სული. ვარ ბეზაპასნოსებში, მშვიდობებში, სიხარულებში, ჯანმრთელობებში და მაქვს უფლება რომ ვიყო ჯანმრთელი, ბედნიერი, ჯანსაღი, გახარებული, ხელშეუხებელი. და запрещаю всех зловлиять на меня, запрещаю всех. Все злые, лихие, плохие, დაუპატიჟებელები, паразитები, минус полуса существоები блокируются, отсекаются, отжигаются, сжигаются, выгоняются сила моего намерения და სветлые სილების намерениებით. კიდე რა მინდოდა მეთქვა? რა მინდა ვუთხრა ჩემ თავს და საერთოდ ეხლა ვინც მისმენს, ვინც არ მისმენს, აიდარდები. ყველას დიდ პატივს ავცემ, არავისზე მაგარი არა ვარ, არავისზე არც მაგარი ვარ და არც რა ქვია, სუსტი ვარ. და არც არავის თავს არ იმაშვრები, მე არავის არაფერს არ ვასწავლი. მე ვსწავლობ ჩემთვის. არავის გამოსწორებას არ ვაპირებ. თვითონ უნდა უნდოდეს ადამიანს თავის გამოსწორება, თავის შეცნობა, თავისული შეცნობა, თავისი კარმების გამოსწორება. თვითონ უნდა უნდოდეს ადამიანს ამაღლება სულიერად, ენერგეტიკულად. მე რა ქვია, არავის გამოსწორებას არ ვაპირებ. იმ ნარკომანსაც თავისი პროგრამები აქვს, იმ ლოცვას თავისი პროგრამები აქვს, იმ პროსტიტუტს თავისი პროგრამები აქვს, იმ მკვლელებსაც თავისი პროგრამები აქვს. იმათ თუ არ აინტერესებს თავისი კარმების გამოსწორება, თუ არ აინტერესებს ადამიანს საერთოდ რა გინდა თანამდებობის წევრები და გინდა ისაიღე რა ქვია ექიმები და ვინც გინდა ის იყოს სამსახური ხელს არ უშლის, პროფესია ხელს არ უშლის ადამიანს სულიერ ამაღლებაში, არანაირ ხელს არ უშლის უმაღლესი განათლება, მათემატიკოსობა, ფიზიკოსობა, ექიმოსობა, პროფესორობა, არანაირ ხელს არ უშლის ადამიანს სულიერ ამაღლებაში, კარმების მოხსნაში არავითარი ხელს არ უშლის ადამიანს. თუ არ აინტერესებს ადამიანს რა ქვია სულიერი ამაღლება, თავისი კარმების მოხსნა, თავის შეცნობა, თავის მოთოკვა, რომ ზიანი არ მიაყენოს სხვას და არ მისცეს სხვას უფლება ასევე რომ ზიანი მოგაყენონ. ესე იგი ამ ადამიანს დარჩება მინუს პოლუსებში, დარჩება რაბსკიაშენიკებში, დარჩება მონუს პოლუსებში, მონურ პოლუსებში. და ამ ადამიანს ესე იგი ქონია ისეთი სისტემა და ისეთი პროგრამა, რომ დარჩება მონურ პროგრამებში, კალისო სანსარებში, რასაც ეძახიან, კალისო სანსარებში. მერე კიდე ერთი და იგივე მოხდება, მე ან კი თუ მოხდება, ან თუ არ მოხდება, მერე კიდე ერთი და იგივე და ესე ვერ განვითარდა ადამიანი სულიერად. და გონებრივი განვითარება ის იმას არ ნიშნავს, რომ რახან ადამიანი ახლა პროფესორი გახდა, გამოიგონა ტელეფონი, ის სულიერად სულიერი განვითარება არის სულ სხვა რაღაცა. და არაფერი არ უშლის სულიერ განვითარებას ხელს, ვერ უშლის სულიერ თუ ადამიანმა მოიწადინა, გინდა ფეხბურთელი იყოს, გინდა ბალერინა იყოს, გინდა მოცეკვავე იყოს, ვინც გინდა ის იყოს, გინდა ბოქსიორი იყოს, თუ მოიწადინა ადამიანმა სულიერი განვითარება ყველაფერს შეეცლება რომ განვითარდეს, მოიხსნას კარმები და თავისი პროფესია ისე განავითაროს, თავისი მედიცინა ისე განავითაროს, თავისი ზაკონობა და კანონმდებლობა ისე განავითაროს, რომ ზიანი არ მიაყენოს სხვას და თავის თავს. და რა ქვია, ამაღლდეს სულიერად და ვიბრაციულად. თუ ეს ადამიანს არ აინტერესებს და იოლ გზებს ეძებენ რაღაცებს, მაშინ იმას ქონია ისეთი პრობლემა და იმას ქონია ისეთი პროგრამა, რომ რჩება მონურ რაბსკიაშენიკებში, კალისო სანსარებში და всё, ის ეხლა დარჩება კალისო სანსარებში. ის ვერ განვითარდება სულიერად. იმას არ აინტერესებს სულიერი განვითარება და დარჩება всё, ლოთი დარჩება ლოთად, ის დარჩება იმას დარჩება იმათ, იმიტომ რომ რატო არ აინტერესებს სულიერი განვითარება. და სულიერი განვითარებით ძალიან ბევრი რაღაცა იკურნება. იკურნება პირველ რიგში ადამიანის ფსიქიკა.
იკურნება ადამიანის გონება. და ყველაზე ძლიერი ადამიანს ის კუნთებზე ძლიერი ენერგიებზე არის სული. ენერგია ეკუთვნის სულს. საერთოდ ენერგია ფიზიკა ის კუნთებით სულს ეკუთვნის. სულმა თუ მოგცა იმისი ძალა რომ განვითარდე სილამაზით, განვითარდე კუნთებით, განვითარდე გონებით, განვითარდე შეხლა შენც უნდა შეუწყო ხელი ფიზიკამ, ფიზიკურმა ბიოსისტემებმა, ბიორობოტებმა, ბიოსტრუქტურებმა, მარიანეტკებმა, რომ განავითაროთ ეს სული შინაგანად, რა ქვია, სულიერად რომ განვითარდე შენ შინაგანად, რომ შეიცნო შენი სული, ვინ არის, რა არის, საიდან მოყვედი, რა კარმა გაქვს, რა ცოდვა გაქვს, რა გასაკეთებელი თუ არ გინდა, რა ქვია, ვერავინ ვერაფერს ვერ გასწავლის. ნებართვის გარეშე ვერავინ ვერაფერს ეს არ არის აბეზაწესტოება, როგორც რელიგიაში აბეზაწესტოება უნდა მოინათლო რა და რაღაცა ნათლობა ჯერითი სიცრუეა და არ შეიძლება ნათლობები და დებილური რაღაცები. არავინ არ გასწავლის თვითონ ადამიანმა თუ არ მოიწადინა შეცნობა თავისი სული, სულიერი ამაღლების, სულიერი ენერგიების ამაღლების, სულიერი გაწმენდების, კარმების მოხსნის, ბლოკების მოხსნის, არავინ არ გასწავლის. არავის არ ვასწავლ და არავის გამოსწორებას არ ავცდილობ. ყველამ ისწავლოს თვითონ, ყველამ გამოასწოროს თავისი თავი თვითონ. მე რომ მოვინდომე, ცოტ-ცოტა ვისწავლე, ცოტ-ცოტა გამოვსწორდი და კიდევ ვცდილობ რომ ვისწავლო და კიდევ ვცდილობ რომ გამოვსწორდე. კიდევ ვცდილობ რომ ამაღლდე სულიერად, კიდევ ვცდილობ რომ ჩემი შეცდომები, ჩემი რა ქვია პროგრამები გამოვასწორო და რა ქვია განვითარდე სულიერი ცხოვრებისაკენ, თავისუფალი სულიერი ცხოვრებისაკენ. ისე რომ არ ვიყო მე იმაზე, რა ქვია, სრულწმენებზე დამოკიდებული. და არ ვიყო მე სრულ რაღაცებზე დამოკიდებული, ილუზიორი მატრიცულ სამყაროში დამოკიდებული რო არ ვიყო, მატრიცებზე დამოკიდებული რო არ ვიყო.